ყველას მოგესალმებით. ქალთა ისტორიის თვისპარგლებში ჩვენი მორიგიონისტება გვაქვს დღეს და მიხარია რომ სტუდენტს პედაგოგიაში და ამ დროს სტუმარს ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გვაქვს. დიდი ხნის მანძილზე ვცდილობთ ანალოგიური ატმოსფერო. ანალოგიების უმაღლესობის წევრი, ძალიან ცნობილი სწავლული, აგრეთვე ერთ-ერთი ისეთი გამონაკლისი იურისტი, რომელიც ასევე თავისი იდენტიფიცირებას აკეთებს როგორც ფემინისტი, იურისტი და ასეთი ადამიანის მოხვედრა ისეთ ადგილებში, სადაც არ მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო დივნად, აგრეთვე საქართველოს საბჭოს მინისტრის მოადგილედ და ახლა ის უმაღლესობის წევრად მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩემი აზრით ამას ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული მისია, იმიტომ რომ ის არის ის უმაღლეს საბჭოში, რომელიც პასუხისმგებელია ქართულ სასამართლოზე მოიხსენებას. სასამართლოს რაც შეეხება სასამართლოს გენერალური განზომილება ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი იყო ყოველთვის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხიც არის და სწორედ ამ წინააღმდეგობრივობას განიხილავს დღეს ანა. ორი კუთხით იქნება ჩვენთვის საინტერესო სასამართლოს გენერალური განზომილება. ერთი ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოთა უმრავლესობა არის ქალი საქართველოში, მაგრამ მართლ თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები, რა გავლენა აქვს მოსამართლეების სქესს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. და მეორე საკითხები, რომლებიც ეხება ქალებს, მაგალითად გენერალური ნიშნით დანაშაულები, როცა განიხილება სასამართლოს მიერ ან მეურვეობის ბავშვის მეურვეობის ან საოჯახო ასე ვთქვათ სამართლის საკითხები, რა გავლენას ახდენს აქაც მოსამართლის სქესი. და საერთოდ მოსამართლის სქესს რო თავი დავანებოთ, ეს ტექნიკური საკითხი ვარ გავხაროთ, ეს ინტერესანტი არის ტექნიკური საკითხი. რა მნიშვნელობა აქვს ასევე იმ გენდერულად უგრძნობ კანონმდებლობასაც, რომელიც გვაქვს და თუ ეს კანონმდებლობა გენდერულად უგრძნობი იქნება, აზრი აქვს თუ არა საერთოდ მოსამართლეები, რომ იყვნენ გენდერულად უგრძნობი არიან. ეს არის საკითხები, რაც ჩვენ ვთხოვეთ ანალოგიას, რაც ჩვენ ვთხოვეთ ანალოგიას შესაძლოა. ძალიან ბევრი ადამიანი არის საინტერესებული და ლექსი და ძალიან ბევრი ადამიანი აუდიო ვიდეოს, რომელსაც გადავიდოთ დღეს, ამასაც გავხსნათ. და ახლა უკვე ქალთა ისტორიის დღესთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო და სიტყვა გადავცე ჩვენ მხარდაჭერს კანონმდებლობის პროგრამის წარმომადგენელს მარიამ რაბესანიძეს. ეს ქალთა ისტორიის დღე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტისთვის 2016 წლიდან აღნიშნავთ ამას და წელს უკვე თამამად შემიძლია თქვა, რომ გაცილებით უფრო საინტერესო მრავალფეროვანია ეს თვე, ეს მარიამის მსახურებაც არის, მარიამ ვოლკაძის, რომელიც ჩვენ მაგისტრანტი არის და რომელიც 24 საათი მუშაობს ჩვენს საზოგადოების უნივერსიტეტის სამსახურთან, რომ ეს ღონისძიებები წარმატებით ჩატარდეს. წელს მართლა განსაკუთრებული ქალთა ისტორიის დღე არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ესწრება ამ ღონისძიებებს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის იგივე სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ არის ქალების თემა, ისეთი უცხო და მარგინალიზებული თემა, როგორც იყო ალბათ რამდენიმე წლის წინ. და ამისათვის რა თქმა უნდა დიდი მადლობას ვუხდი აღმოსავლეთ მართვის ინსტიტუტს კანონმდებლობის პროგრამას, იმიტომ რომ სწორედ ისინი შთაგონებდნენ, მოგვიგზებდნენ იმის საკითხი, რომ ქალების თემაზე ასეთი აქცენტი დაგვესვა. თავი მადლობა შენ, მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ ინტერესი არის ამ თემების მიმართ, დასაკვირვებლად მამრობის სქესს წარმოადგენს, დიდი მადლობა რომ ახარებ. მე წარმოადგენს თამარ მხარიესების მხარდაჭერა პროექტს, ჩვენ უკვე მეორე წელია იგეს ინსტიტუტში ხარჯ უჭერთ ადამიანის მიმართულებას და მადლობა დავარ შენ რომ საინტერესო პროექტს ახორციელებ ჩვენთან ერთად, შენ რომ არა არც ქალთა ისტორიის თვე ჩაერევა და საფუძველი და არც ვერ საინტერესო რამეს ამ უნივერსიტეტში მადლობა შენ და მადლობა ყველას ეს თემა ჩვენსაც არის საინტერესო.
მადლობა მარიამ, ანა, ისაი. მოგესალმებით ხალხი, გამარჯობა. პირველ რიგში პირველად ვიჭერ მონაწილეობას ამ კვირეულში და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ იშვიათია ესეთი. სულ ახლა იწყება ესეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენთან. უცხოეთში უჩვეულო ვართ ამ თვეს, გენდერულ თემებზე, არა მარტო ქალების, არამედ ზოგადად გენდერულ თემებზე საუბარს ჩვენთან მაინც შედარებით ახალი ხილია, თუმცა პოზიტიურად მინდა დავიწყო მაინც. 2011 წელს მე დავწერე ესეთი ესე, ჩემ წიგნში ახლა ეს გამოგონება თავის დროზე სახალხო დამცველის ჟურნალში, სახელმწიფო ჟურნალი და ეს ერქვა სახელად ქალთა უძრაობა. იმიტომ ერქვა ქალთა უძრაობა, რომ 2011 წელს 7 წლის წინ ჯერ ჩემი და მაშინდელი დაკვირვებით არ შეიმჩნეოდა საქართველოში ქალთა მოძრაობის ნიშნები. ამ ესეში, რომელსაც დღეს დოკუმენტირების მნიშვნელობა აქვს, ისტორიული დოკუმენტირების, მქონდა მაგალითები მოყვანილი, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს, რაღაცა საოცრებებს ამბობდნენ ტელევიზორში, ჩვეულებრივად ყველანაირი გასაჩივრების აპელაციის პროტესტი არ მოსდევდა ხოლმე ამას. ერთი-ორი ვიღაცა იტყოდა ჟურნალში. და ეს ყველაფერი მე ვუყურებ ისტორიული გამოსახედიდან 5 წელიწადში ისე შეიცვალა, რომ დღეს ზუსტად ისეთივე განცხადება რომ გააკეთოს ვიღაცამ საჯაროდ, მაინც ეკრება ეს განცხადებები, მაგრამ შესაბამისი სოციალური სანქცია ამ განცხადებას მოსდევს. ის კი არა, უკვე იმდენზე ვართ, ეს კარგია, იმდენზე ვართ მისული, რომ თუნდაც საბჭოში ესეთ განცხადებებს ვაკეთებენ, მერე ხუმრობენ ხოლმე, რომ ახლა გამოგვივარდებიან ეს ქალები. ანუ ეს ხუმრობა თვითონაც ხვდებიან, რომ რაღაცას აშავებენ. იმ დონემდე არ არის ჯერ მისული, რომ მოდი ჩვენ ვაშავებთ და ამიტომ აღარ ვთქვათ, მაგრამ ის იმ დონემდე ცნობიერება არის მისული იმ ხალხში, რომელიც ჩემთვის ვიკონტრ, მანდილოსანი ხართ, ქალბატონო ანა და არ გეკადრებათ. თვითონ ახლა არეთიკული სანქციები კაცზე კადრება, ხას არა. ან ქალბატონი ნაზისტვის აქ რაღაც საოცრებები ნათქვა, მაგრამ ამასთან ახლავს ხოლმე, რომ აიმე ახლა რაღაცა ცოტა ხوار დავაშავე, ეს შეიძლება მაინც. ამიტომ კარგი მიმართულებით მივდივართ, მე ვფიქრობ. ამას ადრეც მაქვს, ამაზე ნათქვამი, ეს უბრალოდ არ უნდა იყოს და სამართლებრივ ნაწილზეც გადავა, მე ვფიქრობ, რომ ორ რაღაცას უნდა ვერიდოთ. ეს არ უნდა იყოს საშუალება უბრალოდ ცენზურირების რაღაცა შინაგანი მოსაზრებებისა, რომელიც ხალხს მაინც ექნება. ანუ თქვა, ადამიანს დაარჩენს მაინც გაბეჭდება და მარწმენა, რომ ქალი შეუძლია თქვა მათემატიკაში არ გამოსდის და კაცის უკვე გამოსდის გავრცელებული სტერეოტიპი, მაგრამ იმიტომ რომ არსებობს განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენზურა, ეს არ თქواس. ეს პრობლემაა, აქ შეიძლება მივდივართ, მაგრამ ამის ამაზე უკეთესი, რა თქმა უნდა, საზოგადოება არის, სადაც გაცნობიერების დონეზე არის შესწრული ქცევა. ანუ ეს ჩვენ სოციოლოგიიდანაც ვიცით, რომ ქცევა, რომელიც შეცვლილია სანქციის გამო, მაგალითად, როგორც ვიკეთებთ, იმიტომ რომ მეშინია და არა იმიტომ რომ მართლაც ვიცით, რომ ეს უფრო დასულები ვართ, ეს ქცევა არის ძალიან მოკლევადიანი, ამ ქცევის ცვლილება. როგორც კი სანქცია მოეხსნება ყუთის გაკეთებას, მაშინვე დაუბრუნდებით იმ ქცევას, რომელიც ვიცით, ანუ ყველგან სიარული. ფემინისტთან და დისკრიმინაციის თემასთან მიმართებაშიც იგივეა. ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, ცნობიერები და ამ ტიპის განათლების საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯაბაარდების ჯერობით, რომ შინაარსობრივი დამოკიდებულება შეიცვალოს ქალების მიმართ ჩვენ საზოგადოებაში. ამას უნდა მოყვეს მეორე საკითხი. ეს მეორე საკითხი არის მასკულინობაზე მსჯელობა. ეს უცხოეთშიც მე 10 წელი, ბოლო 10 წელი 15 წელს გატარებული მუშაობ ამერიკაში და პირველ რიგში იმ საზოგადოებასაც ეხება. ანუ ის საშინაო დავალება, რომელიც გაკეთებული გვაქვს ქალებს, ვაკეთებთ. სულ არ ემსჯელობა, როგორ იქნება ჩვენი როლი სამსახურში, როგორ იქნება სახლში, რა მოხდება ჩვენ ტიპოვანი ბავშვები, ბაღები გვექნება და თავიდან ბავშვებს ბაღებში, ხო, როგორ იქნება ჩვენი დედი, ჩვენი როლი როგორც დედის, როგორ იქნება ჩვენი როლი როგორც მუშაკის. მსგავსი საშინაო დავალება უნდა აუცილებლად გააკეთო მამაკაცს. რა იგულისხმება აქ? თუ იცვლება საზოგადოებაში ტრადიციული გენდერული როლები, ეს როლები არ იცვლება მარტო ქალებისთვის.
ეს როლები ბუნებრივია იცვლება კაცებისთვის. ანუ ის ტრადიციული ამაზეც მაქვს წერილი ერქვა მშვიდობით წერილი. გემახსოვრებათ ალბათ ტრამვაის სახელად სურვილი, ხო? მაგრამ ეს თავი გმირი სუპერ ჰიპერ მასკულინური მაჩო ტიპაჟი, ჩაგული დომინანტი. ეს ტიპაჟი, რომელიც გავრცელებული იყო როგორც მამაკაცის იდეალი საქართველოში, გარდაუვალია, რომ ჩავარდება ისტორიას. გარდაუვალია. შესაბამისად, როგორი უნდა იყოს ახალი, არა ნორვეგიელი, არა შვედი, არა დანიელი, არა სომეხი, ანუ ახალი ქართული მამაკაცი, ახალ როლურ გადანაწილებაში გენდერის. ეს თვითონ კაცებმა უნდა მოიფიქრო. ეს ჩვენი მოსაფიქრებელი არ არის. ის რაც დღეს ხდება, არის სერიოზული ჩიგინი აი ამ ფიქრის პროცესში. უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენთან არის მაჩო კულტურული ნორმები, ამაზე საუბარი, ღია საუბარი ჭირს. ამის შეიძლება ამის დამტკიცება, ტრადიციული როგორც რა, ჩვენ მაინც მაგრები გვაქვს ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე მსჯელობა, საუბარი, ამის გარჩევა, რომ ახალი ტიპის ეკონომიკაში და ამ ახალ მიღწევის სამართალსა და ეკონომიკას, ახალი ტიპის ეკონომიკაში, სადაც ისე არ არის, რომ ხალის სახში და კაცი მუშაობს, მაგრამ რომელიც თანამდებობა იყო ის გენერალური როლები, რომელიც დღეს გვაქვს. ახალი ტიპის ეკონომიკაში, თქვენ ცხოვრებაში, უმეტესი თქვენთაგანი, უბრალოდ იმიტომ რომ ეკონომიკა იწვევს ესე და ვერ შეინახავს თქვენ თავს, უწევს ოჯახში მუშაობს ორივე პირი. ეს არის დათვლილი წინასწარ და ჯობია ჩვენ ამისთვის მოვეცადოთ, ეს არის ეკონომიკა განაპირობებს ამას. ორი შემოსავლის გარეშე, გარდა 1%-იანი შემთხვევის, როდესაც ძალიან შეძლებული მდიდარია რომელიმე მხარე, ჩვენ თავს ვერ შევინახავთ ოჯახს. მოუწევს მუშაობა ორივეს. თუ ორივეს მოუწევს მუშაობა, ასეთ შემთხვევაში ის როლების გადანაწილება, რომელიც იყო ტრადიციული, რომ ბავშვთან ბუნებრივია უნდა დარჩეს დედა, იმიტომ რომ დილას დგება მამა, ეს გავარდეს გამოძიდებულებს, რომ საჭმელი შემოიტანოს, ხო, აი ეს იმ ტიპის ეკონომიკა ჩვენ აღარ იქნება. ორივე უნდა აღდეს ადრე, უფრო სახში სამსახურში იყოს წყასარი. ამას ჭირდება შესაბამისი როლების გადანაწილება, მაგრამ გადანაწილება არა კონფლიქტის მეშვეობით, რაც დღეს ხდება. სულ კითხულობ შეიძლება მქონდა, რომ რატო არის ეს ძალადობის და ამას ჭირდება მართლა სერიოზული სოციოლოგიური კვლევა. იმ ოჯახებში, სადაც ხდება ძალადობა და იმ ოჯახებში, სადაც არ ხდება ძალადობა. მე შევინებ თქვა მარტო ჰიპოთეზა. ძალადობა არის კონფლიქტის გამოხატული ფორმა, კონფლიქტი კი გამოწვეულია იმ როლების ახალი გადანაწილების პროცესით, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. უბრალოდ ჩვენთან არსებობს სოციალური სამსახური, არსებობს, მაგრამ ფორმალურად არსებობს ისეთი სივრცეები, სადაც ამის მოლაპარაკება მოხდება მშვიდობიანად და არა კრიზისულ ეტაპზე. იმიტომ რომ ის ასაც ჩვენ ხედავთ ცემა ხება, ეს არის კრიზისი. იქ უკვე ყველანაირი მშვიდობიანი რესურსი მანამდე რაც იყო მოლაპარაკებისთვის ამოწურებულია, ხო? ეხლა რამე აქვს ამას სასამართლოს და სად ვარ კარგად და სად ვარ ცუდად. ჩვენთან სამართალს ამდენი სამართლის სტუდენტები უმეტესობა ძალიან კარგი სამართლის სპეციალისტები ძალიან კარგი გასაგები იქნება. ჩვენთან სამართლის კვლევა და შესაბამისად სამართლის სწავლება მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული დოქტრინული მეთოდიკით, ხო? ეს არის გაბატონებული მეთოდიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია, რომელიც კრიტიკის ქვეშ ძალიან იშვიათად ხდება. აი იმ საბჭოში, რომელშიც მე ვარ, ვიღაცამ კლასიკური დოქტრინა გაიტანა და კანონის განმარტებისთვის დახეს, თქვა ამას სტატისტიკა, აი ეს ჩვენს მოსამართლეებს, რომელიც საბჭოში შეხედა, თვალების ჩუბზე აულა. იმ დროს გამათოვდნენ, რომ მაგაზე კი არა, იმაზე გამათოვდნენ, რომ მოსამართლეთა გამოცდები შეიძლება ვიღაცებმა ვერ ჩააბარონ კომპიუტერში და უნდა იყოს საშუალება, რომ ჩააბარონ ფუნქციებზე. ხო, აქ ვართ. აქ არის რეალურად ჩვენს გარშემო რეალობა ესეთი. მაგრამ ერთად რეალობა იყო. ხო, მაგრამ ახლა საქმეში დოქტრინა ნიშნავს, რომ არის ცვით ჩაკეტილი სისტემა, ნიშნავს კანონების ურთიერთშედარებით, ქრონოლოგიური, თემატური შედარებით, გარკვეული ორაზროვნების, გარკვეული ხარვესების, გარკვეული ბუნდოვანების, გარკვეული სიცარიელის აღმოჩენას და შემდეგ ამის შევსებას. ოღონდ დოქტრინული განმარტების სისტემა არის ავტოპოეტური,
მაჩვენებების ნახვა. არც გენდერული მაჩვენებების ნახვა. არც სიტუაციის მაჩვენებების ნახვა აბორტის შემთხვევაში რამდენი არის გოგოზე კეთება აბორტი რამდენი ბიჭი კეთება. აი ამ ემპირიული მასალის ნახვა დოქტრინული ანალიზის საჭირო არ არის. ეს არის ჩაკეტების სისტემა კანონის შექმნის ისტორია შეიძლება ჩაყალიბოს კონსტიტუცია და ასე შემდეგ. ეს არის საკანონმდებლო სივრცეში ჩაკეტილი ხერხი, დამარხების ხერხი. დაახლოებით 100 წელზე მეტია მსოფლიოში არსებობს დასწავლი გაქვთ კიდევაც თქვენ სამართლებრივი მიმდინარეობა, რომელსაც ქვია სამართლებრივი რეალიზმი. რომელიც ამ იყო დაწყებული, ეს არის პირველ რიგში თქო ამერიკული სახით, რომელიც ქართულამდეც მივარო. ჩვენ სამართლებრივი რეალიზმი ქონდა 100 წლის წინ და შემდეგ ის მოგვდა. სამართლებრივი რეალიზმი სამართალს, ფაქტობრივად ნუარული გამოთქვა სამართლებრივი რეალისტების არის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოხატულია ის, რითაც ისაუბრა მოსამართლე მიმდევრს. ეს რა თქმა უნდა ირონიულია. ანუ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს განხილული და გამოყენილი კონტექსტში. კანონის მიღების, კანონის გამოყენების, სოციალურ კონტექსტში. ამას უკავშირდება მთელი რიგი მიმდინარეობების, კვლევისა და განმარტების მთელი რიგი მიმდინარეობების გამარჯვება და დღეს მეცნიერებაში მიჩნეულია, დასავლურ მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ დოქტრინული განმარტება მშვენიერია, მაგრამ ნელ-ნელა ის უფრო იკავებს გადაწყვეტილ ნაკლებ ადგილს. და მთავარი მიმდინარეობები არის სამართალი და სოციოლოგია, სამართალი და ეკონომიკა, სამართალი და ისტორია, სამართალი და ფილოსოფია. რატომ? იმიტომ რომ მოხდა გააზრება, რომ და მე ამ სრულად ვიზიარებ, რომ არ არსებობს ნეიტრალური კანონმდებლობა. არა მარტო გენდერულად, სოციალურად ნეიტრალური კანონმდებლობა არ არსებობს. ყველა კანონს და ყველა განმარტების ხელს აქვს ის, რასაც მე ვეძახი ქართულად, გადანაწილებითი ეფექტი. ხო? ანუ ერთი და იგივე ნორმა აქვს სხვადასხვანაირი შემთხვევა, სხვადასხვანაირი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე. მათ შორის ქალებს, მაგალითს გეუბნებით. საბავშვო ბაღების კანონმდებლობა. აი ახლა ძალიან კარგი სამშობლო ზუსტად გენდერს ეხება. 2013 წელს ოცნებამ გააუქმა საბავშვო ბაღის გადასახადი. მე ამას მივესალმე. შემოიღო აკრძალვა და საბავშვო ბაღები გახდა უფასო. ეს არის საკანონმდებლო აქტი. ჩაიწერა იმ დაწყებითი განათლების კანონში. ხო, ნახე კანონია. შეგვიძლია საერთოდ არ დავინახოთ მისი გადანაწილებითი ეფექტი და თქვათ, რომ აი ესეთი რეფორმა გაატარა, კარგი რეფორმა იყო. ეხლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი ტვირთი, მათ შორის ქალაქის ბიუჯეტზე დაახლოებით 100 მილიონი, დაახლოებით 60,000 ბავშვი არის ბაღში თბილისში და 100 მილიონი ლარი ხარჯება ყოველ წელს თბილისის ბიუჯეტიდან და არის მსჯელობა, რომ შემოვიღოთ ბაღის გადასახადი. და მიდის ფიქრი, რომ როგორ ეს გადაჭრა პრემიერმა, ხო? თავის პარლამენტის წინაშე. დაუკვირდეთ ახლა ამას, როგორ იქნება ბაღის გადასახადი, ჯერ არ ვიცით. შეიძლება ის იყოს შრეების მიხედვით, რაც უფრო დიდი შემოსავლით მეტი გადასახადი ჰქონდეს, რაც უფრო დაბალი და ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ როგორი იქნება ამის გადანაწილებითი ეფექტი? თუ საბავშვო ბაღი გახდება ისევ ფასიანი. ძალიან მაგერია. ვის დაარტყავს ეს პირველ რიგში? ქალებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაიწყება გაზრდვა. ეს არის ბაღი, სკოლამდელი განათლება, ჯანმრთელობა, ეს არის პირდაპირ საკითხად გამზრდელი უამრავი ნაშრომი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქალების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გაუარესებას. ანუ როგორც კი ჩვენ შემოვიღებთ გადასახადს 80 ლარს, ყველა ოჯახში, რომელიც ითვლის თავის ბიუჯეტს და ახლა თქვა 1000 ლარი შემოსავალი, დაისვა ეგრევე კითხვა. ღირს თუ არა ჩვენ გადავიხადოთ ყოველდღე 80 ლარი. სხვა ფიქრით, არა კონსტიტუცია, ყოველი დაითვალა, ხო რამდენი. იმ შემთხვევაში თუ ოჯახს არ აქვს საშუალება გადაიხადოს 80 ლარი. ვისი შრომის საპირისპირო გადაწყვეტა ეს? ვინ უნდა დარჩეს სახში ბავშვის მოსავლელად? რეალობა, რა თქმა უნდა, კარგი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი, ხო? ეს არის გინდა კულტურული მეცნიერება, გინდა ეთნოგრაფია, გინდა ისტორია, ყველა მეცნიერები, ყველა მიგვიყვარს ჩვენად შედეგამდე ამ დასკვნამდე. რომ როგორც კი ხელმისაწვდომელი არის სკოლამდელი აღზრდის სერვისი, ეგრევე პირდაპირ
ეს ცვლილება პირდაპირ მოყავს ქალების მდგომარეობას. ანუ ქალებს უხდებათ უფრო გვიან გავიდნენ სამუშაო ბაზაზე და გამოდიან მოვალონ ბავშვს. რატო ხდება საქართველოში რომ ძირითადად ქალიობის ბავშვს ორი მიზეზია ამას არ აქვს მარტო რა თქმა უნდა პირველი არის ისტორიული და კულტურული მიზეზი, მეორე მასთან დაკავშირებული ეკონომიკური მიზეზი. ქალის შრომა უფრო ნაკლები ხის ძირითადად. ხო? ანუ როცა ოჯახში ხდება გადანაწილება ვინ იმუშავებს და ვინ გაჩნდება სახლში, ხდება გადანაწილება კულტურული თვალსაზრისით, ხო? კულტურული როლების თვალსაზრისით ვინ აიღებს დეკრეტულს. დღეს უკვე ამაზეც ვილაპარაკებ, მიდის უკვე რამდენიმე შემთხვევა გამოდის მამაკაცები წირავენ დეკრეტულ შეგულებას, რომელსაც არ მოწონს რო ქვია დეკრეტული შეგულება, იმიტომ რომ სტერეოტიპულია, ხო? მაგრამ ხა დავუბრუნდეთ იმ თემას. იმისათვის რომ ჩვენ საქმეა სასამართლოება უზრუნველყო არა კანონიერება, არა სამართლიანობა, რაც არის მათი ფუნქცია. მაშინ სასამართლოებმა უნდა დაიწყონ კანონის განმარტება კონტექსტში. მაშინ სასამართლოებმა უნდა დაიწყონ სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, ეთნოგრაფიული, კულტურული რეალობების გამოკვლევა იმისთვის, რომ ნახოთ ამ საკითხის, ამ კანონის, ამ ტიპის ინტერპრეტაციის გადანაწილების ეფექტი როგორი იქნება. აი ამ ასეთი განმარტებისკენ თუ წავალთ, ვის დაართავს, აი ესეთი განმარტებისკენ თუ წავალთ, ვის დაართავს. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც აქ არის, რა თქმა უნდა, ხელოვნებაში ისარგებლე ქალები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მოწყვლადი ჯგუფები, ეთნიკური უმცირესობები და რაც მთავარია სოციალურად დაუცველებელი ღარიბი ადამიანები. მაგალითს გეტყვით, ასევე რომელიც ეხება პირდაპირ აქვს ნორმა, რომელსაც პირდაპირ აქვს გადანაწილებითი ეფექტი, რომელსაც არავინ არ აქვს. კონტრაცეფცია, რომელიც დაზღვევით არ არის გათვალისწინებული. ხო? რომელსაც აქვს გარკვეული ფასი. დაითვალეთ. რა თქმა უნდა, ის რომ დაზღვევით ამ აუცილებელ მომსახურებაში სახელმწიფო არ აფინანსებს კონტრაცეფციას, პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ რომელიღაც ოჯახს, რომელსაც არ აქვს ფინანსური საშუალება, ისინი თავს შეიკავებენ შესაბამისი ფინანსური ხარჯის გარკვევა. საუბარი არის იმ ხალხზე, რომელსაც აქვს 800 ლარი შემოსავალი თვეში. ანუ ყველანაირ ესე ნორმა, ასეთი ნორმის ჩამოყალიბება შეიძლება უამრავის, ყველანაირ ნორმას, რომელიც შეიძლება მოგვეჩვენოს შინაარსობრივად ნეიტრალურად აქვს გადანაწილებითი ეფექტი. ეს გადანაწილებითი ეფექტი მით უფრო საფრთხილოა თუ ის გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებს. ეხლა ყველაზე საინტერესოა და შედარებით უფრო იმედის მომცემია, რომ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებში დაიწყო ნელ-ნელა სამართლებრივად რეალური, ანუ სამართლებრივი რეალიზმის გამოყენება, ოღონდ ისე რომ ამას ესე არ გვიდა. ეხლა მოგიყვებით გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს საქართველოში ძალიან საინტერესო იყო ჩვენ სამართლებრივ მეცნიერებაში, ბოლშევიზმამდე იყო შვეულებრივი სამართლებრივი, მაღალი დონის სამართლებრივი აზროვნების ნაწილი და მე მინდა მოგიყვებით ამისათვის ნიკო ნიკოლაძის შრომა. თუ ვინმე რაღაცას წერთ, სამაგისტროს ან სადოქტოროს დააწერეთ ნიკო ნიკოლაძეზე როგორც სამართლებრივ რეალისტზე. იმიტომ რომ მე რომ მოგონდეს ხალხურება ამას დავწერდი სამასირო სტრატეგიას, მაგრამ არ აქვს. ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები უტოლდება თუ არა დროის მიხედვით სავარაუდოდ უსწრებს ამერიკული სამართლებრივი რეალიზმის დაბადებას. და მე მინდა მოგიყვათ ნახეთ სტატია. შეურაცხყოფილია ისე სტატია ციტატა. შეურაცხყოფილია ისეთი სასამართლოს არსებობა, რომლის ზნეობრივი და გონებრივი დონე თავისი ეპოქის მოთხოვნილებებზე უფრო დაბლა დგას. თავისი ეპოქის მოთხოვნილებებზე, ანუ კონტექსტზე უფრო დაბლა დგას, ჩამორჩება. სჯეროს კატეგორიებით, რომელიც უკვე დავამშვიდობთ დიდი ხანი. მაგრამ უდიდესი უსამართლობა ისეთი სასამართლოს არსებობაც, რომლის იდეალები საზოგადოებრივ იდეალებზე უსასრულოდ მაღლა დგას. ნიკო ნიკოლაძის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლო უნდა ყოფილიყო ხელშაკიდებული ხალხთან, საზოგადოებრივი ცხოვრების, მათ შორის მორალის განვითარებასთან. არც ძალიან უკან, წინა საუკუნის კატეგორიებით არ უნდა მსჯელობდეს, მაგრამ არც ისეთი კატეგორიებით, რომელსაც რეალობასთან არავითარი შეხება არ აქვს. რა კარგია რომ იყენებს სიტყვას უსამართლო. აქ მე ძალიან მეწინააღმდეგები სწორედ ხშირად
ჩვენს მოსამართლეებს აქვთ ხოლმე როგორც თავდაცვის ფარი საშუალება ამბობენ, რომ ჩვენ კანონს ვერ გავცდებით. კანონიერების ფასეულობა, მაგრამ არ დაგვავისწროს კონსტიტუციურადაც. კონსტიტუციური თეორიის მიხედვით მათი მოვალეობა არა მარტო კანონიერების დაცვა, არამედ სამართლის აღსრულება. ანუ სამართალი, რომელსაც აღასრულებენ ჩვენი სასამართლო, უნდა იყოს სამართლიანი. შესაბამისად, უნდა იყოს კონტექსტში და უნდა ითვალისწინოს იმ შედეგებს, რომელიც ამ მათ მხრიდან კანონის განმარტებას მოაქვს. საინტერესო გადაწყვეტილებაზე და აქ მოსწრები საინტერესო გადაწყვეტილებაზე მინდა მიგითითოთ, რომელიც ძალიან საინტერესოა და თანხმედრაშია ჩვენ საზოგადოებრივ გამოწვევებთან სწორედ გენდერულ საკითხებში. ყოველთვის საქართველოს გადაწყვეტილება დეკრეტზე. ხო, მიგითითებთ, ძალიან 10,000 არის მოსამართლე და ისეთი იშვიათი გადაწყვეტილება, აი ყველაფერი 2016 წლის. 2016 წლის რომელმაც განმარტა სხვათა შორის ყველაზე საინტერესო განმარტა ზუსტად კონტექსტის მიხედვით, რომ კი რომ მართალია საქართველოში სტერეოტიპულად დეკრეტულ შეუძლებას იღებენ ქალები, მაგრამ თანხმედრაში ეკონომიკურ მოთხოვნებთან ვერ ვიქნებით, თუ არ ექნებათ მამაკაცებს დეკრეტული შეუძლების გამოტანების საშუალება და ძალაში გატოვა ადმინისტრაციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაავალა მერიას, რომ დეკრეტული შეუძლება მიეცა ამ მამაკაცისთვის. ხო, არაჩვენებრივ თვითონ გადაწყვეტილება შინაარსობრივად გამაოგნებლად კარგია. მარტო იმით რომ კონტექსტში მსჯელობს და გარდა ამისა რომ მთელ საერთაშორისო პრეცედენტებთან და ევროპის სასამართლოსთან ყველაფერთან თანხმედრაშია. რა თქმა უნდა, განყოფილად სევდიანია რომ ამას ორი შვილი დაებადა მოსარჩენეს, როგორც ჩანს, ძიმე მდგომარეობაში იყო და მოითხოვა ბავშვის მოვლის შეგუნება. ამ დეკრეტულ შეგულებას ხويა ორსულობის მშობიარობის და ბავშვის გამო. აქედან გამომდინარე, რომ განმარტავდნენ მერიამ განმარტა და რომ ეს ეხება მხოლოდ ქალებს. ნახან ორსულობის არის. მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ადამიანს მოუწია სასამართლოს სიარული ამისთვის, ეს არ არის კარგი. თუმცა ამის საშუალება რომ არსებობს უკვე და იქიდან ის დამკვიდრებისკენ ნელ-ნელა უნდა ვარქვით სამართლებრივი კანონები არის, მაგრამ ნელ-ნელა სასამართლო თვალისწინებს რომ შინაარსობრივად ნეიტრალური კანონები არ არსებობს და მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაზე გავლენის გათვალისწინებაც ეს სასამართლოებს. ამიტომ მე ჯერა რომ ყოველ აზრი აქვს ამ ტიპის მომიზნეებს, აზრებს, ტრენინგებს შეხვედრებს, სჯეროდებს, ღიად სიტყვაში, დაფიულ სიტყვაში, რაც თავარი ამ ტიპის გამარჯვებების აღნიშნავს. სეგიანადურის ორატორული იმიჯი დირიქნისი. ვიყავი ადაპტაცებული და პირველად ამ დიდი ხანია მე დაანახოთ ბავშვებთან ცნობიერებას. მართლა ძალიან შთამბეჭდავი ლექცია იყო, დიდი მადლობა ამისთვის. ეს მნიშვნელოვანი აქცენტები, რომ კანონმდებლობის გენდერული ნეიტრალობას შენასვი აქ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გამიხილია. ყოლია მაგალითად გერმანელი სწავლული ულრიხ რომელმაც მაგალითად გერმანიის მაგალითზე მოგიყვას სწორედ აი ამ გენდერული ცნობიერი კანონმდებლობის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოში მართლა ძალიან გაბატონებული არის ის ხედვაც, რომ აუცილებლად გენდერულად ნეიტრალური უნდა იყოს კანონმდებლობა და აგრეთვე ისიც შეერობის ნაცვლი ეს საკითხი, რომ კონტექსტის მიხედვით ავაკეთებთ არვიდათ გადაწყვეტილებებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ნამდვილად. თელ რაღაც სამართლებრივი სისტემაში ალბათ დიდ რევოლუციას მოითხოვს ეს და ზოგადად მოსამართლეების ხედვების, აი ფუნდამენტური გადაცემაც უნდა მოხდეს სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც შემთხვევი, რომ აი თუ კანონს ესე იგი თუ კანონის ფარგლებში დარჩებიან, გონიათ რომ სამართლიანი გადაწყვეტილებებს იღებენ. ხოთაშორის დარბაზში არის ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე 2 წელია ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე დაობს სასამართლოში და ასევე ისიც ისაუბრებს მე სრულიად ექნება, ახლა არ დავასახელებ არის რა სირთულეებს ეჯახება და ზუსტად იმიტომ, რომ მოსამართლეები არ აძლევს საკუთარ უფლებას, რომ
გასცდნენ, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია გააკეთონ კანონის ისე, რომ გასცდნენ არსებულ ინტერპრეტაციებს და რაღაცა, ასე ვთქვათ, მათი ინტერპრეტაციის ცენტრში გადმოიყვანონ ადამიანი პირველ რიგში და შემდგომში უკვე ადამიანი განსხვავებული გამოცდილებების და ამ გამოცდილებების გათვალისწინება გააკეთონ და მე ვფიქრობ, რომ ეს ქართული სასამართლოს ბუნებრივია სისუსტეზე მეტყველებს და დიდი მადლობა, რომ ეს სტრუქტურულად და ნაცვლად დაგვანახა ეს მნიშვნელოვანი პრობლემები. ახლა ჩვენ სტუდენტებს და ასევე სხვებს, არასტუდენტებს ვთხოვ, რომ ხელი აწევდა ესე გამოხატონ სურვილი კომენტარის გაკეთების ან კითხვის დასმის. არ არის აუცილებელი რომ კითხვა დასმის, კითხვა არ არის ჩამოყალიბებული. თუ გინდათ ამ საკითხზე შეუძლოთ, თუ შეიძლება რომ ხელი აწევთ და მაგალითად. იბადნო ვალერი და შემდეგ კაცი. კი, მაჩო ტიპაჟების გადაფასების შესახებ. ამაზე მექნებოდა ნახევარ კომენტარი, ნახევარ კითხვა, რომ ჩემი აზრით თვითონ ამ მაჩო ტიპების გადაფასების პროცესი არის არა ქალთა ემანციპაციის რაღაც მეტაფიზიკური პროცესი საზოგადოებაში, არამედ კაცრად სოციალურად დეტერმინირებული პროცესი, როდესაც ამ მაჩო ტიპაჟის შრომა, რომელიც დილით გარბის სამსახურშია, საკმარისი აღარ არის ოჯახისთვის, შემოსავალი მისი აუცილებლად ხდება ქალის შრომის წარმოჩენა. პრაქტიკულად ხდებით რეალობას, სადაც ოჯახიდან ხდება ორმაგი შრომის ამოღება, ერთ კონკრეტულ ოჯახიდან, ხოლო საფასური არის ერთი. და თანაც ეს პროცესი მოწოდებული არის როგორც ქალთა ემანციპაცია. ამაზე რას მადლობა, კაცია, შევდივარ ხო კითხვა. კი, ეთიოპია. მე დავიწყებ კომენტარით. ესე იგი მე მგონი მე მგულისხმობდა მაგრამ 2 არა 3 წელი უკვე სასამართლოში ვარ სხვადასხვა პროცესების გამო უბრალოდ დააგროვდა და მიხარია რომ თქვენ რაღაცა ოპტიმიზმის საფუძველს ხედავთ, იმიტომ რომ მე ჯერ ხედავ ჩემს პირად გამოცდილებას და შეიძლება სუბიექტური, მაგრამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ იმდენ რაღაცაზე მეშლება ნერვები ამ პროცესში, რომ ოპტიმიზმი მიგვდება ზოგადად. თუმცა მეფეს მხრივ სტუდენტებთან მაქვს მეც კავშირი, ვასწავლი 2 საგანში ვარ ილიას უნივერსიტეტში და სტუდენტები მაძლევენ ხოლმე იმედს, რომ მომავალი იქნება უკეთესი მართვაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სტუდენტი შეხვდება და არასამართლის მიმართულებით და სოციალური გახლავთ. და ასევე პირველ კურსებთან მაქვს ხშირად შეხება, რომლებსაც ჯერ არ აურჩევიათ მიმართულება. მე ყველაზე მეტად, რასაც ხედავ ხარვეს ყოველ შემთხვევაში სასამართლოში ჩემი გამოცდილებით არის ზუსტად ის გენდერული არასენსიტიურობა, რომლის ცნებაც მე აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ ზუსტად ეს იყო, რასაც ვხედავდი, მაგალითად, როდესაც ბავშვის მეურვეობაზე იყო გარჩევა, ხო, საქმის, შემამჩნიე, რომ ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, რომ აი მიუვლიდა ბავშვს, ხო, აქ 2 წლის იყო ბავშვი მაშინ და მიუვლიდა ბავშვს და ნუ რაღაცა მე ვთქვი, რომ სულ მევაკეთებდი ყველაფერს და ნუ იმან რაღაცა ტყუილები არას მევაკეთებდი და ერთი რაღაცა რომ დაუშვათ და უტოვე, რომ კაი ერთხელ გაასეირნა. ამაზე იყო იმხელა რეაქცია, რაიმე რა კაი მამა ყოფილა და აი ტაში, აი ეს იყო ზუსტად რომ იმას ეთვლებოდა 1% უკვე მამის 100%-ად და მე 99 მეთვლებოდა არა. რაღაცა აი ამის განცდა მქონდა თავიდან და მეორე შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა წვრილი кейსები იყო ამ 3 წლის განმავლობაში. მეორის მხრივ აღნიშნავ ძალადობის ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც შემაკავებელი ორდერები გამოწერა პოლიციამ. და მიუთითა ფსიქოლოგიური ძალადობა. იმან განსაჩივრა პირველ ინსტანციაში წააგო და სააპელაციოში
მოიგო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იქ არ ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა. თუმცა არგუმენტაცია ჯერ არ ვიცით, რომ არ ჩაგვარებია სარეზოლუციო ნაწილი და არც ზეპირად არ ვთქვათ ადგილზე მოსამართლეებს და ისიც გითქვა, რომ ეხლა ერთი შეგინება და ერთი შემთხვევა და თუნდაც კარში შემოვარდნა და ადამიანი რაღაცა თან მეუბნებოდნენ არ მოყევი რაში გამოიხატება შენი ფსიქოლოგიური ძალადობა რა მომაყოლეს ყველაფერი ვერ გაიგეს და გადაწყვიტეს რომ თან მარტო მე არ ვიყავი იქ იყო დედა ჩემიც რომელმაც ძალიან ინერვიულა ორივეს მიმართ იყო შემაკავებელი გამოწერილი იყო არასრულწლოვანი კი არა მცირეწლოვანი ბავშვი რომელიც შეესწრო ამ ამბავს და მოკლედ მიუხედავად მთელი ჩვენი ამ განცდებისა და იმის ახსნისა რომ ეს ჩვენთვის არ არის ნორმალური შემთხვევა და თვითონაც აღნიშნეს ხო ვიღაცისთვის შეიძლება ის იყოს ძალადობა ვიღაცა შეიძლება მიჩვეული ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებას ამას აღნიშნავენ ადვოკატების მოსამართლეებიც მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა რომ იქ არ ქონია ძალადობას ადგილი. თქვენი კომენტარი მაინტერესებს ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება რომ ასეთ დროს ეშვება. ის მადლობა თეთრია ამ ისტორიის გაზიარებისთვის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ზუსტად ის მაგალითი არის, რადგან თეორიულად მუშაობს და კარგი აღმოსე რაღაც სოციალურ ეკა. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში ანას, საინტერესო პრეზენტაციისთვის. მე ეს გამოცდილება იქნება უბრალოდ თქვენ თავისი ესე თქვა საქმეები თქვა და შეიძლება ვიღაცა მითხრას რომ რაღაც ხარი არ შეიძლება დაინტერესებული იყოს, ამიტომ მე ზოგადად მინდა განვაზოგადო ამ ტიპის დავების განხილვის კუთხით რა პრაქტიკა გვაქვს და ვიყიდობი არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა ანგარიშებს, მათ შორის საიას კოდექსი ძალიან საინტერესო ანგარიში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იყო ძალიან საინტერესო ტენდენციები და აღმოჩნდა რომ მოსამართლეები უფრო ლოიალურები არიან მოძალადეების მიმართ და ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც მოძალადე აფიქსირებდა რომ როგორც კი გამოვიდოდა სასამართლო და კვლავ ცემდა მის ცოლს, მასაც კი გირაო შეუფარდა სასამართლომ ნაცოდე მისე რომ პატიმრობა შეეფარდებინა და აი საერთოდ რა ფენომენთან გვაქვს საქმე ეს მაინტერესებს, მით უმეტეს იმ ფონზე როცა მოსამართლეების უმრავლესობა არიან ქალები, იმ ფონზე როცა მოსამართლეების უმრავლესობა არიან ქალები და აი ესეთი არა სენსიტიურობა და აი ესეთი ანუ მოძალადეებისა და კაცების მიმართ ესეთი მობიელი დამოკიდებულება და ამ საქმეებზე ესეთი შედეგი ანუ და ხო აი დიაგო შეფერიანის საქმეც არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ფაქტიურად Facebook-ზე სოციალურ ქსელებში და საზოგადოების კრიტიკით წყდება სასამართლოს ანუ იქ პირველ ინსტანციაში სასამართლომ ჯერ ანუ გამოიტანა კანონო გადაწყვეტილება, შემდეგ ამას მოხდა საზოგადოებაში აგრესია, შემდეგ შეიცვალა და ანუ ესე ანუ სასამართლო სისტემაში შიგნით რომ ვერ ხდება ამ საქმეებზე ადეკვატური რეაგირება, მე ეს პროცესები გადაინაცვლებს და მე სოციალურ შეება რომ რაღაცა Facebook-ური სამართალი გვაქვს, ანუ Facebook-ზე წყდება რაღაცების საქმეების ბედი და აი როგორ ფიქრობ, სასამართლო სისტემამ რა უნდა გააკეთოს ამისთვის, რა გვაქვს ეს სიტუაცია რეალურად, რომ ქალები, მოსამართლე ქალები არ არიან სენსიტიური ამ საქმეებში. ზუსტად ეხლა გამოვიწყდა დამემატებინა რა თქმა ერთ-ერთმა მოსამართლემ რომ ეხლა მოდაშიაო ქალების მხრიდან კაცების მოძალადეება გამოცხადება სააპელაციოზე და ჩვენ რა ვიცით რომ რაშია საქმე უნდაობა გამოცხადდეს რომელი მოსამართლეა თუ არა ბანანა ჩოხელი ვიდეო კადრებზე მათ შორის ეკასთან დავიწყოთ, ხო, თქვენ ყოველს გავუყურებთ. ეს აი ხარ მიმდინარე პროცესი ზუიადენდარიანის მაგალითად. და ის რაც უყვება ამას. ანუ ხომ მიერჩევა საზოგადოებაში და ხშირად ვთქვამთ, რომ მე გაინახავ თვითონ ქალები რომ გამოდიან და ამბობენ, რომ ამი რასაკეთებდა ეს გოგო, რატომ ვეკავდა? აი ეს იყო არიყო სირი გოგო, რატომ მივიდა, რომ დაიგარა? ამას თვითონ ქალები აკეთებენ ხოლმე, ხო? ეხლა მე იმდენჯერ მინახავს ჩემი რაღაცები და ჩემი ამიკას ხოლმე მეტყვის, რომ აი მე შენზე ამასწრებელი
ხშირად ძალიან ხშირად წერენ ხალები თვითონ. Რო რაღაცა არ ესე რატო თქვა, ესე რატო ჩუბა მეკადრებო ხალხს და ასე შემდეგ. ეს აიხსნება შემდეგნაირად. პატრიარქატი, ანუ უპირატეს საზოგადოებაში, უპირატესობის მინიჭება მამაკაცისთვის ხალხთან შედარებით, ასე პატრიარქატი, ხო? ერთი განმარტება, პროფილი განმარტება, არის ნორმა. ეს არის სოციალური ნორმა. ანუ ეს არის დაუწერელი ცევის წესი. დაუწერელი ცევის წესებისგან შედგება ეს. შესაბამისად, როგორც დაუწერელ ცევის წესებს, მას ახორციელებენ როგორც კაცები, ისე ქალები. წესი მეზობელი რომ შეხვდება დილას უნდა მიესალმოთ. ყოველი წესი. ეს არის სოციალური ნორმა. ეს არის დაუწერელი ცევის წესი. მას აღასრულებენ როგორც ქალები, ისე კაცები. წესი სუპრასექს ხერხარდა მოხუცი თუ შემოვიდა, უნდა ადგენ. ეს რაღაცა სოციალური პატრიარქატიც არის შედგება ცევის წესებისგან, სოციალური ნორმებისგან. შესაბამისად, მას ნერგავენ მუდმივად როგორც კაცები, ისე ქალები. ქალებს ჩვენ ვაკრიტიკებთ უბრალოდ იმიტომ, რომ მას წესი თვითონ უნდა იცოდნენ ეს, მაგრამ ეს ცევის წესია, მათ ხომ გააზრებული არ აქვს. ის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ გენდერული ხედვა, ხო? არა, ამას ჭირდება კითხვა, ამას ჭირდება ცნობიერების ამაღლება, ამას ჭირდება ფიქრი და ქალებს ჩვენ ვაკრიტიკებთ უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვთხოვთ, რომ ეს გააზრებული იქონიათ, მაგრამ ერთნაირად არ აქვს გააზრებული 10 მასობრივად ვაპარაკობ, რა თქმა უნდა, 10 კაცებს, 10 ქალებს და როგორც ქცევის წესი, ისინი ამას ჩვეულებრივად ნერგავენ. მაგალითად, ქალმა არ უნდა შეეპასუხოს. ეს არის ქცევის წესი. ისევე როგორც გამარჯვების თქმა, ხო? ამიტომ როგორც ქცევის წესი ამსრულებელი ორივე დროს. ხან მეორე ნამდვილად მე თვითონ მოსამართლეთა გასაუბრებაზე ერთ-ერთი ასე ვარ გასაუბრება იყო მოსამართლეს რომ ეციხილავს ოჯახურ დავებს რომელსაც რო ჩავეკითხა რომ ემპირიულად რა საქართველოს სამხედრო ფსიქოლოგიურ კონცეფციებს ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვის ინტერესს უნდა განმარტო ვერ მისახელებს წიგნს ვერ მისახელებს მე ვეკითხები ეს იქნება სამხედრო ცენტრში ანგარიში ვეკითხები ხო რაღაცა წიგნი არის 70 წლებიდან და ხო ვიფიქრე რუსული არის მეთქი ნუ ხო რუსულია ანუ იმის მაგალითად ოჯახურ დავებში მithumetes ჩვენ ავდეს მოსამართლე რომელიც მოსამართლეებს თავის თანაშემწეა რომელსაც ტომებით ექნება მეცნიერული კვლევები ემპირიული დასკვნები ბავშვის ფსიქოლოგია მოციქულობა პირველი ეს ყველა არაფერი არ აქვს ხო ეს ეს სამწუხაროდ შემოგვიყვება კარტოლი კარტოლი მაგრამ მეორე ლაშა იყო ხო ლაშის კითხვა ლაშა ვალერი რაც შეეხება მაქსაკის მე ვარ იმიტომ ვისაუბრებ მე ვარ სტრუქტურალისტი მე ვფიქრობ რომ ადამიანის ქცევას განაპირობებს ეკონომიკური საფუძვლები დაწერილი მაქვს სტატიას ეს ექვია გაყენეთ ფულის ყვავს გენდერზე ჯერ არის ეკონომიკური ურთიერთობები მერე არის ქცევა მერე არის კულტურა რა არის კულტურა არის წლების განმავლობაში გამოკეთებული ქცევის წესები ხო როგორც შეება როგორც კულტურული ნორმა აქედან გამომდინარე უდაობა რომ ის პროცესები რაც დღეს მიმდინარეობს განპირობებულია ეკონომიკური ცვლილებებით უდაობა ეკონომიკური ცვლილებებით განპირობებული თავისუფლების ძალით მოლაპარაკების ძალით მათთვის რომელიც ჩვენ გავიზარდეთ როგორც ქალებს ხო თორე მე რომ გავიზარდე ქალები წითელი იურიდიულიზმის მაგრამ არ მიდიოდნენ აბარებდნენ უცხოენებში იმიტომ რომ გამოდიოდა კარგი მეუღლეები აქედან უცხოეთის უცხოენის დიპლომი ესეთ ეპოქაში ვარ მე თვითონ გავიზარდე აღარ არის ეს არაფერი მასშტაბებელი ხო ანუ ეკონომიკურმა რა თქმა უნდა ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა განაპირობა რომ ჩვენ შეგვიძლია დღეს მოლაპარაკების ძალა გამოჩნია ბუნებრივია ესეც იწევს რა იმ ცვლილებებს რომელიც ეხება კაცებს უბრალოდ ჩემი საკითხები დაკარგეს კონკრეტულად იცი რომ ჩვენ თუ ამაზე მოდიოთ სჯელობთ აი ამ ტიპის წრეებში რა ხდება როგორ აღარ ეკითხება ჩემს წრეში არ აქვს აღარ ეკითხებიან რომ გამიშვათ იქ სადღაც ანუ ჩვენ ამაზე სულ სჯელობთ სოციალურად კარგი იქნება რომ მსგავსი მსჯელობები ამ
ახალ ნორმებზე იყოს და შეიძლება არ იყიდევაც, მაგრამ ის დავინახეთ. მეც მივიდე აი ეგეთი შეუპარაკოს მამ ბიჭების ეგეთი ახალი როლი ქართველი კაცი დღეს 21 საუკუნეში. არათუ არა ეგეთი გამოსვლები. მე მივიდი სიამოვნებით მაგაზე და ვიღებდი აქ მონაწილეობას. მესამე თქვენი მასაჩეკა დასამართლო და 2006 წელს არა მანამდე მე თვითონ მონაწილეობდი რომ დაიწერა ეს ოჯახური ძალადობის კანონი. შემოქონდა პირველი ცნება დაყავდა ჯგუფად ჩვენი პარლამენტარები და პოლიციელები და ყველანაირი სამართალდამცავი ხალხი ამერიკაში და შემოიტანეს პირველად restraining order იქ ვიყავი, რომ ითარგმნა ქართულად, როგორც შემაკავებელი ორდერი. 2006 წელს 12 წელი გავიდა იმის მერე. ამას ვიღებდა საქართველოს პარლამენტი ამ კანონს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი შემოქონდა როგორც იდეა. არავის არ ჯეროდა ხალხმა რომ როდესმე ვიღაცა შემაკავებელი ორდერს გამოიტანდა. იცით როგორი ნიჰილიზმი იყო ამასთან დაკავშირებით? ამბობდნენ, ნუ ეხლა რაღაც ამერიკული რაღაც მოიგონეს, გადმოაქვთ, ეს აქ არის მუშავებს, რა არის და დღეს, ვიცით, შემაკავებელი ორდერი თავისთავად კარგი იყო არ არის, მაგრამ მაჩვენებელია რაღაცა და ამიტომ პრეზიდენტმა 5 პოლიციელს მისცა შემაკავებელი ორდერების გამოცემისთვის ღირსების ორდერი. და ეს ჩაითვალა როგორც სამოქალაქოდ კარგი, პროფესიულად კარგი საქციელი. აქედან გამომდინარე 2006 წელს შემაკავებელი ორდერი საერთოდ რა იყო არ არსებობდა და უდიდესი სკეპტიკოსობა იყო არ გამოვა ეს რაღაცას არ მოგაქვთ ამერიკიდან არ ვიშალოთ საქმე. აქედან გამომდინარე მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი. მე მგონია რომ ერთი პლუსი რაც ამ ქვეყანას აქვს, იმიტომ რომ არის პატარა და არის ძალიან შემჭიდროებული კოლექტიური კულტურა, ხო? ძალიან შემჭიდროებული დედა, მამა, ბებია, პაპა, ყველა ეს ერთად აქ ცვლილებების გადანა არის ამდვილი, რაღაცების შეცვლა არის ამდვილი. ნება ჭირდება უბრალოდ. აქედან გამომდინარე კი დღეს მგონია ყავს ესეთი მოსამართლეები, მაგრამ ამას ჭირდება ცოტა მობილიზება და ესეთი კონცენტრირებული შეწევა და ცვლილების იმედი კი არ ცვლილების რწმენა მე მაქვს. დიდი მადლობა. პირველ კურსებს ყოველთვის მოუწოდებ ხოლმე რომ იაქტიურებინოთ, რომ ცოტა თავმჯდომარე ხალხია. ვინმეს ხომ აქვს კითხვა, კომენტარი, სხვათა შორის ის თეორია რეალიზმის ჩვენ პირველ სემესტრში განვიხილეთ, როდესაც შესაბამის როდესაც კურსი გაიარეთ მე შესაბამის მეთოდологიაში. გასწორდა პილოტი. არა შეგებს კითხვა, კომენტარი. კარგი. მე მინდოდა რომ მეკითხა ერთი კითხვა ნაზი ახსენე, ქალბატონი ნაზი, ჯანიზაშვილი, სულ ორი ხართ იუსტიციის მომღერლის საბჭოში, ხო? მე მინდოდა გამესვა ერთი კითხვა, რომელსაც როგორც წესი ყველა ჩვენს მოხსენებელს უსწავლთ ხოლმე ქალთა თვის ფარგლებში ან იგივე 15-დღიანი კამპანიის ფარგლებში გენერალური ძალადობის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ქალი სპიკერები მოვიწვიოთ, ამას აბსოლუტურად შეგნებულად ვაკეთებთ. ზოგადად ჩვენ არ გვაქვს პანელები, all-panels-ზე, ასევე შეგნებულად და შეიძლება ითქვას, რომ სულ ქალებისგან დაკომპლექტებული პანელები გვაქვს განსაკუთრებით ამ პერიოდებში. და ჩვენი მიზანი რადგანაც ამას ვაკეთებთ არის ის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ნახონ ქალი როლური მოდელები და ნახონ ისინი სადაც იქნეს პოზიციაში. და შესაბამისად ეს ქალების გამოცდილება, ლიდერი ქალების გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა არის. რადგან ნაზი ჯანიზაშვილი და შენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ხართ და ჩვენ ტელევიზიის გასამართლებლად ჩვენ სტუდენტებსაც ვნახავთ ეს თქვენი ბრძოლა, ესე ვთქვათ, კაცების წინააღმდეგ. ძალიან პირველდღიანი რაც აცუდრის. ხო, ნამდვილად ესე არის, მაგრამ აი თუ შეიძლება რომ გითხრა შენი პირადი გამოცდილება რა არის, იმიტომ რომ ამ დარბაზში ახლა არიან მომავალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, ქალები, რომლებსაც ამ გზის გავლა მოუწევთ და დიდი განსხვავება ალბათ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ისინი გამოორევას პარიზზე, დიდი განსხვავება ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ ესეთი კულტურული ცვლილებები დიდ დროს იწვევს შესაბამისად, რომ გითხრა ამ გამოცდილების შესახებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ასევე საინტერესო იქნებოდა
პრეზიდენტის თავმჯდომარე დივანი რო იყავი და მაგალითად ბახსოს საქართველოს პარლამენტში რა ხდებოდა შეინტერესებისთვის ასევე ერთ-ერთი ისეთი სფეროში იყავი მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე კაცებით არის დომინირებული და აი ეს გამოცდილებას რო ვიქნა. თუ არ შეძლო. მე ხოთიშეს ამაზე ბევრს ვფიქრობ და წიგზეც ვფიქრობ. ყველა ამდენ სივრცეში, ამდენ კონტექსტში დამიგროვდა გამოცდილება და თან სულ ვფიქრობ და სულ ხედავ რაღაცებს დაწყებული მაგალითად სამუშაო გარემო როგორი ჯობია იყოს ქალისთვის შეხვედრა ყოველთვის ჯობია მოდერირებული არამოდერირებულს იმიტომ რომ არამოდერირებულში უნდა იბრძოლო სიტყვა მოიგო მოდერირებულში რეგლამენტირებულში ყველას აქვს ერთნაირი რეგლამენტზე შესაბამისად უფრო ადვილია რომ მაშინ ისაკო ძალიან ბევრი ნიუანსები მიდამიგროვდება გამოცდილება და მართლა წიგზეც ვფიქრობ რომ შეიძლება კარგი იყოს ამის გაზიარება დღეს რაც შეიძლება საბჭოს მე ვიტყოდი შემდეგ რაღაცას ალბათ რამდენიმე ფაქტორი არის, რომელიც განაპირობებს უქმნელობის შესახებ იცით და პლუს ეს ბრძოლა რო გრძელდება. ერთი საჯაროობა. მართლა მე ვთქვი და საჯაროდ მაქვს ნათქვამი, რომ არ მომაფიქრდა ეგენი რომ მომვარდეთ შესვენების დროს, რომ თორე ვაპირებ ეგეთი შემთხვევა რო იქნება, რომ 112-ის აპლიკაციას გავტესტავ შინაგან საქმეთა სამინისტროს. არ გამახსენდა და გაკეთებული ჩამოვიდეთ. ბავს. იმიტომ რომ ვაპირებ, რომ არ მახსოვდა ეს ამბავი იქ, ვერ გამახსენდა უცებ, მაგრამ ვაპირებ რომ ეს გავტესტო. ხა რატო ვთქვი ეს? იმიტომ რომ საჯაროობა არის ის ხტომები რომ არის საჯარო ნაზის ხანი იქნებოდა და დიდი ხანია ცალ-ცალკე იქნებოდა ყველანი ჩვენი ნაციონალი. დიდი ხანია. იმიტომ რომ ერთი მთავარი ფაქტორი რაც არის რომ ჯერ ციფრები და მეორე ერთი ვაზეა ფაქტობრივად ორი ვაზეა და მეორე ძალა ჩვეულებრივი ხო ნახეთ ის რომ მომვარდე ის ფაქტი რომ გავცელდა იმან ძალიან ბევრი შესვლა და გავცელდა რა თქმა უნდა ეს ხო საჯარო ხო ანუ საჯაროობის ფაქტორი ის ფაქტორი რომ აქ ვიღაცამ ეს შეიძლება დაინახოს განაპირობებს იმ წინააღმობას რომ უბრალოდ ასხალხი მუშტებზე არ გადადის ნამდვილად ის ხო ანუ ეს ალბათ სავარაუდოდ ჩვენ მომავალ ცხოვრებაში ყველას დაჭირდება დიდ ბევრ რამეს ცვლის აუდიტორიის როლზე მეცნიერებაში ბევრ რამე დაწერია და ანუ როდესაც ადამიანი მარტოა ხო არის ნათქვამი რომ კარგი ადამიანი მაშინ ხარ როდესაც პროგრესს მაშინაც არ გააკეთებ როდესაც იცი რომ არავინ არ გიყურებს ანუ ის ფაქტორი რომ არსებობს აუდიტორია რომელიც ამას უყურებს და რომელიც არ ამართლებს რომელიც ამ ხალხმაც იცის თვითონ ამ მოსამართლეებმა იციან რომ ამას მართლებას არავინ არ გაამართლებს საქართველოში ვიღაცა შეიძლება გაამართლოს მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტი და ვიღაცა ცემო პათოლოგია უნდა იყოს რომ გაამართლოს ხო ანუ ეს ფაქტორი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ეს ამ სხდომების საჯაროება მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვართ აკეთებ დაუშვებთ ეს ერთი ასევე მეორე რა თქმა უნდა პირველი კონფლიქტი ნიშანდობლია მე ვიცოდი რომ ესე მოხდებოდა მანდ რომ შევედი პირველი კონფლიქტი მე მქონდა მოსამართლესთან ერთ-ერთ მოსამართლესთან დასაკითხზე ეს არის გაწყვეტინება იმიტომ რომ აწყვეტინებდნენ ნაზის mansplaining ჩვეულებრივი mansplaining არა მოდერირებული გარემო ხო არა მოდერირებული გარემო ანუ ყველა ლაპარაკობს იმის მიერ ძალიან მოძლიერდა ფოტოშოპში თავმჯდომარე სტილურს რომ მაგრამ თავიდან ეს არ იყო აწყვეტინებდნენ არა იყო ჩვეულებრივი ჩაგვრა იყო სკოლაში ოქონია ეგეთი შემთხვევა ყველა ურბანული სკოლების შვილები ვართ რომ მოგორდება ერთ ხუთი კლასის რეგა ჩაგრავენ აი ეს სიტუაცია იყო ნაზის მიმართ მაგრამ თავარი თუ თამაში იქნება წესების მიხედვით მაშინ თამაში ვერ იქნება ძალას ანუ თავარი ლოგიკა ეს არის თუ თამაში იქნება წესების მიხედვით ყველა ლაპარაკობს გამართულ დროს მაშინ იგებს ის ვინც უფრო უკეთესად ლაპარაკობს მაშინ მოიგებს კაი ხალხი ხო ანუ ეს არის თავარი თამაშის წესები იყოს და მე იყოს ამის აღსრულება და ამას ვწდით მე მგონი მივიდიქავდე რომ ელემენტარულად სტაზის გამოთქმის საშუალება გვაქვს და ეს დაცულია შეიძლება საინტერესო პროცესია ფრაზა იყო ჩემს ეს ანუ პოტირებასაც მიმართება რაღაც ფრიქს ჩვენ შევწყვეტ თამაშის დასამართლებლად
ხალხი შეარჩიონ და ის ადამიანები, რომლებიც სულად არ იქნება იქით პროფესიონალი. რადგან თავად argument ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნავს საუბრობ, რა ასევე ამბობენ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფერმებში ეს პროდუქტი მუშაობს, ჯერჯერობით არ მოხსნება ის არსად და შეიძლება ჩვენთან ეს ამას მუდმივი ხასიათი შეგვქონდეს. თქვენი არგუმენტები საინტერესო იქნებოდა დაკავშირებით იმასთან შეძლებთ რომ მე მაგალითად ერთი პასუხი ვიმუშავებ, რომ შიგნით ის მე მეგონა რომ პროგრესული ხალხია, ისინი მეუბნებოდნენ ძალიან საინტერესოა ეს არგუმენტი, რომ აი მე ვფიქრობ თვითონ ქალებისთვის არ არის კარგი ეს კოტირება. შეიძლება გავრცელდეს, რომ აი კომპეტენციით უნდა მოხდეს ადამიანი პარლამენტში და არა იმიტომ რომ ხარია. ჩვენი პარლამენტის წევრების უმრავლესობას არა ინიციირებული არც ერთი კანონპროექტი. არც ერთი კანონპროექტი ამაზე მოკლებამ გაკეთებული. ჩვენი პარლამენტის წევრების უმრავლესობას აი მე გირჩევთ მე ამას მოგწევთ ამას და რო გამოვა შემდეგი ადამიანი ჩახედეთ ამ ჩემს ხელს და ნახეთ რამდენი კანონპროექტი აქვს მას ინიციირებული. ჩვენ რო ამ არგუმენტს ვიგებთ, როდესაც ჩვენი პარლამენტი სავსეა ხალხით, რომელიც დღედაღამეს ათენებს და კანონპროექტებს წერს, ხმას არ ამოვიღებთ. მაგრამ ჩვენი პარლამენტის წევრების უმრავლესობა ისტორიულად და მათ შორის ეს პარლამენტიც არ გამორჩევები იმით. საერთოდ არის უსაქმური. უსაქმური. პირდაპირ ამას. ეს არის ანალიტიკური სიზარმაცის, ინტელექტუალური სიზარმაცის გამორჩეული ხალხი არის თავმოყრილი. და ამას ვადასტურებს ციფრები, რომ სინამდვილეში პარლამენტში მუშაობს რამდენიმე პარლამენტარი, რომლებიც მთელ კანონებს წერენ ხალხს, რომელსაც იღებს პარლამენტი, დანარჩენს არ აქვს ინიციირებული არც ერთი კანონპროექტი. ანუ ტყუილას ის პარლამენტში, მაგაც საქმე არის. ანუ ეს ამას, როდესაც შემდეგი ადამიანი თქოს ამ არგუმენტს, იქვე დაგვიყვეთ და ნახეთ, რამდენი კანონი დაწერა იმ ხნის განმავლობაში და რამდენი მივიღებაში იყო, იმ ხნის განმავლობაში რამდენი იყო პარლამენტში. ეს არის ჩემი პასუხი. თუ დღეს პარლამენტის სავსე ადამიანები, რომელიც არ არის გამსახურებით მოხვედრილი და ნამდვილად ინტელექტუალური საქმეებით არ გამოირჩევა. ხო? ანუ ეს მისაღები არის, მისაღები რეალობაა, თუ ესეთი არის მამაკაცები და საშინელება და კატასტროფა თუ ეს იქნება ქალები. ხო, პროცესს საოცრებაა რა, საოცარი არგუმენტი. ხო, ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ აქ არავითარი ინტერესი არ არის გარდა იმისა, რომ ვიღაცებს ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვას. ხო, სხვა ამას ემპირიული აქეთ პასუხი არ უპირისპირდება, სამწუხაროდ. absolutely ზიარა კონტექსტი. სალსავს. ანუ იგივე კითხვა მქონდა კოდექსთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, მაინტერესებდა და თქვენს ფიქრობთ ზალ. იგივე აზრი. დიდი მადლობა. და რომელ ქვეყანაში მუშაობს ეს პროექტი, ის მაინტერესებდა უფრო ევროპის მაგალითად ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, რომელმა გამოცხადა და რომელში გამოდგა ეს კარგად. დოქტორს მიბაზოთ და გავაკეთოთ. ფოტოშოპ აიმეზე ვიტყვი რა, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს არის ჩემი აზრით იგივე მე პარლამენტში დამიტანია პრეზიდენტის ვეტოები. ნახეთ რა ხდება პირველი რომელსაც კითხულობთ ხალხი, რომელსაც ანალიტიკური უმრავლესობები და ინტელექტუალური სიზარმა ანალიტიკური უმრავლესობები არ ათახსებს ინტელექტუალურ სიზარმას. რა არის პირველი კითხვა? რომელი ხალხის მოდელია ეს ქალბატონო ანა? ინიცია რასაც ედა. არა, იმიტომ რომ ის არ წაუკითხია. იგივე იუსტიციის საბჭოში, ახლა გავიტანეთ პირველი ინიციატივა ბევრი სასამართლოს განყოფილებებს და ვიცოდი რომ ამას ვკითხავდნენ. ეს არის ინტელექტუალური სიზარმაცის ნიშანი. აქ რამის ქვეშ რა გდევს? გეტყვი. რას ნიშნავს ეს? მთელი არსებობს მთელი გამოცემათა სერია, ჟურნალი არსებობს სამართლებრივი ტრანსპლანტების. სადოქტოროები იწერება რა არის სამართლებრივი ტრანსპლანტი. ზოგადად მიჩნეულია, რომ სამართლებრივი ტრანსპლანტი ანუ ავტომატურად გადმოღებული A კონტექსტიდან B კონტექსტში ნორმა კარგი რამე არ არის. ჭირდება წლები და საუკუნეები მუშაობა ადაპტირდეს. ამის ძალიან კარგი მაგალითია საპროცესო შეთანხმება განვატანით ჩვენთან. იყო ერთი რამე და 15 წელი დაჭირდა რომ გამხდარიყო რაღაცა ნორმალური ინსტიტუტი და რაღაც გამოძალვის მექანიზმი, ხო? ეხლა რას ნიშნავს? ერთი, როდესაც შენ რაღაცას მოიტან, ფაცი რეფორმა გინდა, კითხულობენ, რომელი კონკრეტის მოდელია? ეს ამის უკან არის რა? მე არა მაქვს არც არგუმენტი, არც ემპირიული კვლევა, არც დათვლილი მაქვს საქართველოს დაჭირდება.
ჩვენ ვიცით რა, რომ კვოტების გარეშეც ქალთა უფლებების მოძრაობებს დაჭირვებია 50, 60, 70 წელი, რომ მიაღწიათ თანასწორობისთვის. ანუ ეს მოხდება. ეს თავისთავად მოხდება. აი ესეთი ტიპის მობილიზაციების შედეგად ხშირად ხან ბაღებს გავიტანთ, მერე ჯანდაცვის რეფორმას გავიტანთ, მერე სკოლებში რაღაცა რეფორმა იქნება, მერე მივახტავთ რომ მაგალითად კისოსები დააყენოთ ბაღებში, რომ ბავშვები არ ცვლილებდნენ იქიდან და არ მესმის რატო არავინ არ ძლავს ამ თემას. რატო არავინ არ ძლავს, იმიტომ რომ გენდერულად არასაინტერესოა ეს საკითხი. ხო? მაგრამ ანუ ეს გავა, ამას დაჭირდება ბევრი დრო. ისევე როგორც შეხვედრაზე რო ციხარ და ეს შეხვედრა ამ შეხვედრის წესები არ აქვს. საბოლოო ჯამში როცა ხალი ხარ მაინც მოიყვება ლაპარაკის მაგრამ დაგეხარჯება მეტი ჯადა. მოგიწევთ რაღაცა საჭურვება. ხო? კვოტების თემაც არის იგივე. საბოლოო ჯამში ჩვენ კი მოძრაობით კი მივახტავთ შედეგებს, მაგრამ წინასწარ გაწერილი წესები იგივე მაგალითად სასამართლოს თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ხო? არა კვოტები და დღეს უმეტესი ორის გარდა უმეტესი სასამართლოს თავმჯდომარები არიან კაცები. კვოტა არ აქვს. სასამართლოს თავმჯდომარეობა დაკავშირებულია ნაკლებ საქმეების განხილვასთან. შეღავათია. მიუხედავად ამისა, ქალები მაინც არ აყენებენ თავის კანდიდატურას. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ კვოტები იქნება სტრუქტურული ფაქტორი, რომელიც უბრალოდ დაახლოებით 20 წლით დააჩქარებს პირობითად, რომ თქვა ამ რეფორმას. მაინც მივავთ იქამდე, ხო? 5 ქალი ყავდა პირველ რესპუბლიკის დროს პარლამენტში, ეხლა 19 ყავს, ანუ რამდენი წელი დაჭირდა ამას? 100 წელი დაჭირდა. 100 წელი დაჭირდა, რომ 14 ქალი გადავეყო საქართველოს პარლამენტს. და იქიდან ნელა, მაგრამ მივავთ. ის არის უბრალოდ დაჩქარებული საშუალება. Naturally, პასუხი იყო ნამდვილად და მასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები იქნება ეს პარლამენტის სხდომები, გამჭირვალობა მეორე რაღაცა გვაჩვენა ნამდვილად და რადგან მსჯელობთ, ლუის ბრანდეისი აუცილებლად გაიხსენებთ, რომელმაც თქვა, რომ ზისხრივი არის საუკეთესო დეზინფექტანტი. და შესაბამისად გამჭირვალობა ნამდვილად კარგად გვაჩვენებს იმას, თუ რა ხდება სასამართლოში. ისიც რომ ბოლოდროინდელი კარგი ამბავი რაც არის ის არის რომ სასამართლოში გამჭირვალობის სტანდარტები დაბრუნდა, ანუ შეიძლება ფოტო ვიდეო გადაღება და უკეთესად ხედავთ ბოლო დროს სამართლებრივი კორპუსი როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება და რა თქმა უნდა ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამოდროულად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გამჭირვალობა და პრობლემების თვალნაცვლით განახვა უფრო გვიწყენს იმისკენ, რომ პრობლემებს მოვაყარებთ და მოკლედ შენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს ანა დიდი იმედი მადლობა რომ მოხვედი და დიდი მადლობა რომ აი ამ მე დაწუნებული ვარ ახლა ჩვენი სტუდენტები ძალიან შეგონებები არიან მასლა და ეს დაფუძნებული სახეებია რომ ხედავდი ამას და დიდი მადლობა რომ ეს გამოცდილება მოგწიეთ. ჩვენ ისე ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმედი მაქვს რომ კიდევ გეჭირდება. დიდი მადლობა.